მოგესალმებით დიდი სიყვარულით. ყველანი ძალიან მიყვარხართ. განსაკუთრებით ქალბატონ ვალენტინას ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა ამ შესაძლებლობისთვის. თავიდან მე აღმოვაჩინე YouTube არხზე შემოხვდა ხოლმე მისი ვიდეოები და ვუყურებდი ხოლმე ძალიან იმ პერიოდში ჩემი ცხოვრების ძალიან რთულ ეტაპს გავდიოდი და მინდა გითხრათ, რომ ისე ვგრძნობდი თავს, რომ თითქოს არ ვიცოდი საწავს ვიყავი და რა გამეკეთებინა. ძალიან განვიცდიდი ამ ამბავს რა. მისი მოსმენა თითქოს მომშვიდებდა რაღაცნაირად. მე რა თქმა უნდა გადავწყვიტე, რომ მასთან ჩავწერილიყავი. გავაკეთეთ, ჯერ ტრენინგზე ვიყავი. ბედის მატრიცის განხილვის, მერე სრული ბედის მატრიცა განვიხილეთ და აღმოჩნდა, რომ მე ვარ ქურუმი ქალი და უნდა მესწავლა ტარო. ხო და ბევრი არც მიფიქრია ამაზე, ცოტა თითქოს მქონდა ორჭოფლობა რომ ისწავლა თუ არა, მაგრამ ბოლოს მაინც გადავწყვიტე. და კიდევ ერთხელ ქალბატონ ვალენტინა დიდი მადლობა. უფრო დამეხმარე ამ გადაწყვეტილების მიღებაში. თქვენ ვარა შეიძლება კიდე დიდხანს გადამედო და არ მესწავლა. თვითონ სასწავლო პროცესი ჩემთვის იყო ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი. თუნდაც ავიღებ იმით, რომ როდესაც გაკვეთილებს ვუსმენდი და არკანებს ვუხტავდით, ჩემთვის ეს იყო ძალიან სასიამოვნო შეგრძნება. თითქოს იცი როგორი შეგრძნება იყო, თითქოს თავიდან დავიბადე. სრულიად შეიცვალა ჩემი ცხოვრება. და მინდა აღვნიშნო კიდე ესეთი რაღაც, როცა სწავლა დავიწყე, მე ამისთვის არ მქონდა შესაბამისი თანხა, სესხი ავიღე ამისთვის და იმდენად მინდოდა რომ ესწავლა და ამ სესხზეც მინდა ვთქვა, რომ ძალიან ადვილად და მარტივად ვისტუმრებ. მადლობა ამისთვისაც. კეთი, შენ ძალიან საყვარელი ხარ და მიყვარხარ. ძალიან დიდი მადლობა ჩემს გოგოებსაც, ჯგუფელებს, ყველანი განსაკუთრებულები არიან და ეს პერიოდი, რაც ჩვენ ერთად ვიყავით, ნებისმიერ სიტუაციაში ზოგჯერ ერთმანეთს ჩვენ სასწაულს ვზიარებდით, რაც გვჭირდებოდა, ყოველთვის გვერდით ვუდექით ერთმანეთს და ვეხმარებოდით. ძალიან გული დამწყდა სწავლის პროცესზე, თუმცა მიხარია, რომ ავიღებ სერტიფიკატს და ახლა უკვე ვარ ნამდვილი ტაროლოგი. რისთვისაც ისეთი შეგრძნებაა ეს ჩემთვის, რომ არ ვიცი. ქურუმად კურთხევის ცერემონიაზე კიდე მინდა ვთქვა, რომ არ ვიცი. ისეთი სასწაულია, რომ ცრემლები თავისით მომდიოდა და შემდეგ არ ვიცი რა უნდა ვთქვა, რაღაც განსაკუთრებულია. თითქოს რაღაც განსხვავებულის ნაწილი ხდები, ესეთი განცდა დამრჩა. ძალიან დიდი მადლობა ყველას და მიყვარხართ.